საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახური პრეზიდენტის პასუხად საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უნდა გამოეყოს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური და გადავიდეს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში. მან უნდა უზრუნველყოს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, მეუღლის, ორი შვილისა და დედის, აგრეთვე პრეზიდენტის სარგებლობაში არსებული რეზიდენციებისა და ობიექტების დაცვა, განახორციელოს ამ კანონით მინიჭებული უფლებები და შეასრულოს ამავე კანონით დაკისრებული მოვალეობები. აგრეთვე განცხადებაში ნათქვამია, რომ დაცვის სამსახურის უფროს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი. მისი დაცვის სამსახური 350 კაცით და 7 მილიონიანი ბიუჯეტით განისაზღვრა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ის ფაქტი, თითქოს პრეზიდენტის დაცვას ჩამოერთვა იარაღი და იმყოფება შეიარაღების გარეშე. ამჟამად პრეზიდენტის დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი უარს იტყვის სპეციალურ დაცვაზე, მისი დაცვის ვალდებულება ავტომატურად სახელმწიფო დაცვის სამსახურს დაეკისრება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ბაქოში გამგზავრებამდე აეროპორტში გუშინ დაცვის გარეშე მივიდა. პრეზიდენტმა ამ მაგალითით კიდევ ერთხელ დაანახა, რომ მას პიროვნულად დაცვა არ ჭირდება. პრეზიდენტის დაცვა ჭირდება ქართულ ოცნებას და ქართულ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ქვეყანაში ვიღაცა არის სარგებლოს და არ შექმნას პრეცედენტი, საშინელი პრეცედენტი, რომელიც ქართველებს შორის სერიოზული გაუგებრობის და არ მინდა უფრო უხეში სიტყვა ვიხმარო, სერიოზული პროცესების ბიძგის მიცემი იქნება. მე პრეზიდენტს მოუწოდებ, რომ მეორედ მან ესეთი რამე არ ქნას, მაგრამ ამ ნაბიჯით პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ეს პიროვნულად არ ჭირდება, მაგრამ ეს ჭირდება ქართულ სახელმწიფოს. ბაჩუ-ახალაიას საქმეზე ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ შესაძლოა ჩვენება შეცვალოს. ამის შესახებ ახალაიას ადვოკატი აცხადებს. გიგამ კურნალიძემ პოზიცია შეცვალა და აცხადებს, რომ იგი უდანაშაულოა და არც ბაჩანა ახალაიას მიუძღვის რამე შიბრალი. ამ წუთებში ბაჩუ-ახალაიას წინა სასამართლოს ხდომა მიმდინარეობს. დაცვის მხარე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ან გაუქმებას მოითხოვს. ახალაიას ადვოკატის განცხადებით, არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები მისი პატიმრობაში დარჩენისთვის. დაცვის მხარე უკვე წარმოადგინა მტკიცებულებები და შუამდგომლობა. ითხოვს ამ მტკიცებულების დასაშვებაცნობას. ეხლა იქნება წარდგენა ჩვენი მტკიცებულებების და ჩვენი შუამდგომლობა იქნება ამ მტკიცებულების დასაშვებაცნობის. ამის შემდეგ იქნება შუამდგომლობები რომელიღაცა მხარის დაუშვებლად-ცნობის შესახებ და ამის შემდეგ უკვე აქვეთი ღონისძიების შესახებ შუამდგომლობა, სადაც მარტო ჩვენ გვექნება შუამდგომლობა, იქიდან გამომდინარე, რომ მარტო ბაჩანა ახალაია იმყოფება პატიმრობაში. მოგვიანებით კი იქნება შუამდგომლობები დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ აქვეთი ღონისძიების შეცვლის დროს მოვითხოვთ, რომ პატიმრობა შეეცვალოს გირაოდ და იმ შემთხვევაში სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ბაჩანა ახალია დღესვე დატოვოს პროცესი. ესე ვიცი, რომ მან ასევე ჩვენება შეცვალა და აღარ აპირებს დაადასტუროს ბაჩანა ახალაის მიერ დანაშაულის ჩადენა. ბაჩუ-ახალაია არის უკანონო პატიმარი, არაფერი არ გააჩნია პროკურატურას ბაჩუ-ახალაიას საქმეში, არანაირი მტკიცებულება, არანაირი სამხილი, გარდა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებისა მოწმეების და ეს მოწმეებიც ცვლიან ჩვენებებს. ერთადერთი, ასე ვთქვათ, პირდაპირი მოწმე არსებობდა გაგამ კურნალიძე, რომელიც მას ზეწოლის ქვეშ მისცა ეს ჩვენება ციხეში. დღეს ეს ჩვენებაც აღარ არსებობს. ბაჩუ-ახალაია გახლავთ ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევალი და მთელი ის პროცესები, რაც ხდება ბაჩუ-ახალაიასთან დაკავშირებით, არის ერთი ადამიანის დირიჟორობით და ესეც გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. მოტივი ყველასათვის ცნობილია უკვე ბიძინა ივანიშვილის დავალებით, კონკრეტულად დავალებს წულუკიან, შემდეგ წულუკიანი კბილაშვილს და დღესდღეობით ბატონი ბაჩანა ახალაია იმყოფება დღევანდელი ხელისუფლების მცველობაში. ბუტარო ბაქიძის საქმის მოწმეებისთვის დღეს სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს პატრულის ყოფილ თანამშრომლებს ლევან ლობჟანიძეს და მაიზერ ლიპარტელიანს პროკურატურა სრუჩვენების მიცემას ედავება. პროკურორის განცხადებით ლობჟანიძემ ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენება 5 ჯერ შეცვალა. ირაკლი ფირცხალავამ არასამთავრობო ორგანიზაციებს რობაქიძის საქმეში ჩართვისაკენ მოუწოდა. საქმე გვაქვს აშკარა ზეწოლაზე, როგორც ოჯახის, ასევე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, აცხადებს ფირცხალავა. იგი დაუკავშირდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და ასევე სახალხო დამცველს. ორივე შეხვედრა დღეს შედგება. ფირცხალავა განმარტავს, რომ ის ყველა იმ ფაქტს წარუდგენს სამოქალაქო სექტორს, რომელშიც მისი თქმით აშკარა ზეწოლა იგრძნობა. ბრალდების მხარე რა პოზიციას დაიკავებს აყვედი ღონისძიების შესახებ და აი აქედან გამომდინარე იქნება ჩვენი პასუხით და ჩვენი აყვედი ღონისძიების მოთხოვნის აი ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ დაველოდებით პროკურატურის მიერ ესე იგი შუამდგომლობის დაყენებას. არ არის ეს ისეთი პოზიციური საკითხი, რომ აუცილებელია მისი პატიმრობაში ყოფნა, ჯერჯერობით იგი უნდა იყოს გამოძიების დამთავრებამდე, უნდა იყოს რა თქმა უნდა გარეთ თავისუფლებაში.
მიმართავ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც არის საქართველოში რეგისტრირებული, რომ აქტიურად ჩაერთონ და პირდაპირ ჩაერთონ ამ გახმაურებული საქმეების გამოძიებაში, იმიტომ რომ საქმე გვაქვს აშკარად ზეწოლასთან, მე აბსოლუტურად ყველა იმ ფაქტებს წარმოვუდგენ, რის მიხედვით დასტურდება, რომ არის უძლიერესი წნეხი და ზეწოლა მთავარ პროკურატურაზე. ფერწყალავასთან დღეს მექნება შეხვედრა, დღეს შევხვდებით აუცილებლად და გვექნება საუბარი ყველა ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც მას გააჩნია. მე დეტალები არ ვიცი ამ საკითხთან დაკავშირებით. დეტალები მე არ ვიცი არაფერი, ამიტომ ვერ გავაკეთებ განცხადებას იმის შესახებ, რომ საია აუცილებლად დაეხმარება მას, ან საია არ დაეხმარება, არ ვიცი. ეს გაირკვევა მას შემდეგ, რაც ჩვენ შევხვდებით და უფრო დეტალურად გავიგებთ რა ხდება. პარლამენტმა შესაძლოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის საბჭოს წევრების პასუხისმგებლობაზე იმსჯელოს. ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ისაუბრა. საუბარი ასევე იმ ორი მოსამართლის საქმესაც ეხებოდა, რომელთა პირადი საქმეები პროკურატურამ იუსტიციის საბჭოდან გამოითხოვა და მათ არაკვალიფიკაციურობაში ედავება. ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კოტე კუბლაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და მოსამართლეების საქმე მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხის დასმის საფუძვლად იქნას გამოყენებული. ორ მოსამართლეს არ ჰქონდათ ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა დაცული, ეს არის უმაღლესი იურიდიული განათლება. თუ პროკურატურა დაადგენს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები, მათ შორის ბატონი კუბლაშვილიც, მონაწილეობდნენ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში, მე მიმაჩნია, რომ შესაბამისად უნდა დადგეს პასუხისმგებლობა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს.